როგორი გადაცემათა კოლოფები არსებობს. მექანიკური გადაცემათა კოლოფი. ცხოლი თავაცვლის გადაცემების ბერკეტისა და გადამმავლობის ეგრეთ წოდებული სცეპლენის მეშვეობით. დადებითი მხარეები, საიმედოობა, დაბალი ღირებულება, კონტროლი და საწვავის ეკონომია. უარყოფითი საჭიროებს უდარებს და მოუხერხებელია საცობებში. რობოტი, მექანიკური გადაცემათა კოლოფი ავტომატური გადამმავლობით. დადებითი მხარეები, ეკონომიურობა, გადაცემათა სწრაფი გადართვა. უარყოფითი მხარეები კი ზოგჯერ ყევა და განსაკუთრებული მოვლის საჭიროება. ავტომატური გადაცემათა კოლოფი. ავტომატურად ცვლის სიჩქარეებს და გადამმავლობის ნაცვლად იყენებს ჰიდროტრანსფორმატორს. დადებითი მხარეები, კომფორტი და მართვის სიმარტივე. უარყოფითი მხარეები, ექსპლუატაციის სიძვირე და ნაკლები ეკონომიურობა. ვარიატორი. გადაცემათა უწყო და ცვლადი კოლოფი. დადებითი მხარეები, რბილი გადართვები და ეკონომიურობა. უარყოფითი მხარეები, არ უყვარს გადატვირთვა, შეზღუდული აქვს სიმძლავრე და სპორტული მართვისთვის არ გამოდგება. მეტი ვიდეოებისთვის გამოიწერეთ YouTube არხი.